სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კამიტის შესაძლო გამოყენებაზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და BBC-ს სიუჟეტს მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც აქციების დროს გამოიყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წელს შეიძინა და ის ქლორობენზილიდის მალონონიტრილია. მათივე თქმით, სწორედ ამ ნივთიერებას ჰქონდა ტრანსპორტირებისას მინიჭებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN 3429. კამიტი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია ამტკიცებს სუსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელზე ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან. შერგელაშვილი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. ექიმები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ აქციების დარბევისას ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება და დაზარალებულებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. გერმანია მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. დეპორტაციის მიზნით დაკავებული პირების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვოკატის მომსახურებას ვეღარ მიიღებენ. გამკაცრდება გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესებიც. ბუნდესტაგმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.